დღეს შედგა მეორე შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ მთავრობის გადაცემის საკითხებზე. როგორც იცით, დღეს კოალიცია ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა მინისტრობის კანდიდატები. დღეს საღამოდან ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება კომუნიკაცია მოქმედ მინისტრებსა და ჩვენს კანდიდატებს შორის, ასევე ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის და დღეს საღამოდან დაიწყება სამუშაო პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სამინისტროში და აღმასრულებელ უწყებაში მივლენ ჩვენი წარმომადგენლები. ეს არ იქნება არანაირი ფორმალური სტატუსის მქონე ხალხი, ისინი არ ჩაერევიან არანაირი გადაწყვეტილებების მიღებაში, ისინი შეისწავლიან მიმდინარე ვითარებას თითოეულ სამინისტროში და უწყებაში, გაეცნობიან კადრებს, გაეცნობიან საბიუჯეტო საკითხებს და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეს ხალხი იქნება ამ სამინისტროებში ჩვენს წარმომადგენლებას. მაგრამ კიდევ მეორე, ყოველგვარი ფორმალური სტატუსის გარეშე. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი შეხვედრის მსგავსად მეორე ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ასევე ძალიან საქმიან პოზიტიურ ვითარებაში და გრძელდება მუშაობა იმაზე, რომ კონსტიტუციური პროცესი, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ დაიწყო, დასრულდეს მთლიანად კონსტიტუციის ფარგლებში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი გადაცემისა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ. კერძოდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოცხადდა პარლამენტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ მისი მომავალი კაბინეტის შემადგენლობა, მისი ნაწილი, დიდი ნაწილი და შედგება კომუნიკაცია დღეს მომქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებსა და შესაბამის, ასე ვთქვათ, წარდგენილ კანდიდატებს შორის მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საქმეზე, იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ჰქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ამა თუ იმ უწყებას შიგნით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუშაობის შესაძლებლობა ახალ მთავრობას ჰქონდეს უკვე ინფორმირებულს მიმდინარე პროცესებზე. ჩვეულებრივ საქმიანი შეხვედრა იყო და ძალიან სწრაფად და ძალიან ადვილად წყდება საკითხები. ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდება, მათ შორის შეფასებაზეც იმ საქმის, რასაც ვაკეთებდით. ანუ იგივე ამ კონსულტაციების. კვირის ბოლოს ყველა პროცესი და ყველა დანიშვნა წარიმართება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და საქართველოს კონსტიტუცია.